საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცული ვეფხისტყაოსნის 96 ერთეული უნიკალური ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო დოკუმენტურ რეესტრში შეიტანეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ბოდლის ბიბლიოთეკის მიერ წარდგენილმა განაცხადმა ყველა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეფასება და ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთი მასშტაბური აღიარება ნახეთ სიუჟეტში. ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერი კოლექცია მსოფლიოს დოკუმენტური მემკვიდრეობის სიაში მოხვდა. იუნესკოს სიაში შესული ხელნაწერები მე-17-19 საუკუნეშია შექმნილი. მათ შორის ისეთი ცნობილი და გამორჩეული ნუსხებია, როგორც არის წერეთელისეული, ზაზასეული, თავაქარიშვილისეული, გურგენასეული ხელნაწერები. იუნესკოს საბჭოს გადაწყვეტილება ქართული ძეგლების შესახებ დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წარმოადგინეს. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერების ნუსხაში შეყვანის შესახებ იუნესკოს განაცხადი 2012 წელს გადაეცა. 2011 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 400-ზე მეტი ხელნაწერი შევიდა იუნესკოს მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაში. ეს იყო ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის და მათ შორის ჩვენთვის, ჩვენი ცენტრისათვის. ამის შემდეგ ჩვენ მოვამზადეთ მეორე განაცხადი, უკვე ერთობლივი ქართულ-ბრიტანული განაცხადი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ოქსფორდის ბიბლიოთეკის ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერები, ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები წარვადგინეთ. გაიარა დადებითი რეცენზირება. რაც შეეხება თავად ამ რეესტრში შეტანის ფაქტს, უდავოა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კულტურის პოპულარიზაციის, ჩვენი ისტორიის პოპულარიზაციის და ასევე ზოგადად დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვის და ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებისთვის საერთაშორისო კონტაქტების განვითარების თვალსაზრისით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები დღემდე შემორჩენილ უძველეს ქართულ ძეგლთა შორისაა და მათი უნიკალურობიდან გამომდინარე მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის სტატუსი შეიძინა. დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩვენ აღნიშნავთ საკმაოდ სასიამოვნო მოვლენას იუნესკოს რეესტრში მსოფლიო მეხსიერება, ასეთი ის ქვია და სადაც აღინიშნება ის არამატერიალური ძეგლები ძირითადად, არამედ ის მოვლენების, ფაქტების რაღაც ერთობლიობა, რომელიც ძალიან დიდი კვალიტატოა ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის და კულტურის განვითარებაში. ძალიან მიხარია დღეს რომ აქ ვარ და მინდა ვთქვა, რომ იუნესკოს მიერ შოთა რუსთაველის პოემის ვეფხისტყაოსნის აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული კულტურის რეკლამირებისთვის მთელ მსოფლიოში. ეს არის ნაწილობრივ იმ თანამშრომლობის დამსახურება, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ქართული ძეგლების უმეტესობა დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. იუნესკოს ნუსხაში ძეგლების შეტანა კი მათ დაცვასა და აღდგენას ითვალისწინებს.